იმიტომ რომ საქართველოს არა მარტო დეკლარირების დონეზე, არამედ რეალურად ჩართულია გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში. ეკონომიკური კავშირი ურთიერთობები გვაქვს დაახლოებით 150-მდე სახელმწიფოსთან. აქედან 1/13-თან, ცოტა მეტთან დაახლოებით დადებით სავაჭრო ბალანსი გაგვაჩნია დანარჩენებთან უარყოფითი. მაგრამ თავისთავად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკა და ყველა ეს პროცესი, რაც გლობალურ ეკონომიკაში ხდება, გავლენას ახდენს ჩვენს მდგომარეობაზე. მაგრამ ეს გავლენა არის ორგვარი, კრიზისის ვიძახით და რა თქმა უნდა, გლობალური მასშტაბით ამის ნიშნები არის საკმაოდ ბევრი და არა მარტო ზოგადად, არამედ ცალკეული რეგიონების მიხედვითაც, მაგრამ კრიზისი ეს არის საშუალება, შანსი, რომ გამოიყენოთ და მოახდინო ეკონომიკის გადაფორმატირება, იმ ახალი გამოწვევების შესაბამისად და მოახდინო რესტრუქტურიზაციაც, განვითარების მიმართულებები განსაზღვრო, ორგანიზაციის ფორმა და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ გარკვეული გამოწვევებიც არის იმ გაგებით, რომ თუ ეს გლობალური მასშტაბის არის კრიზისი, როგორც ასეთი ეტიმოლოგიურად შინაარსობრივად ნიშნავს წარმოების მასშტაბების შემცირებას და მოთხოვნის შემცირებას და რადგან საქართველოს ჩართულია გლობალურ პროცესებში, ერთი მიმართულებით ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მას შეამციროს მოთხოვნა საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. და ამიტომ ეს მეორე გამოწვევა არის, რომელსაც შესაბამისი რეაგირება უნდა. საბედნიეროდ ამ მიმართულებით ჩვენ ვიტყვიან, არ ვიცი ახლა ხეზე სამჯერ დავკარგუნოთ ვარა, საკმაოდ წარმატებული მაჩვენებლები გვაქვს, აი ბოლო მონაცემებით ჩვენი ექსპორტი თითქმის ივლისის თვეში თითქმის 5-ჯერ უსწრებს იმპორტის მატების ტემპს. განსაკუთრებით დიდია ადგილობრივი ექსპორტის მატება. ეგ დაინტერესდი გარკვეული როლი შეასრულა ნავთობპროდუქტების ექსპორტმაც, მაგრამ თუ გამოვრიცხავთ ნიშნულშიც და მრიცხველშიც ამ ნავთობპროდუქტების ექსპორტს, ეხლა მაწარმოებლობას და ტექნოლოგიურ ციკლს არ ვიხები. დაახლოებით მაინც 40%-ზე უფრო მაღალი ზრდა გვაქვს ადგილობრივი ექსპორტის. ნავთობის გარდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის პოზიტიური პროცესები და ეს არის არა მარტო წარმოების ფიზიკური მოცულობის ზრდის ხარჯზე, არამედ მსოფლიო კონიუნქტურაზე, საქართველოს წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნისა და ფასების ზრდის კომბინაციის ხარჯზე. ეს რო იტყვი საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია და გვეხმარება იმაში, რომ აი წარმატებით წავიწიოთ წინ. ახლა პოლიტიკურ ასპექტს არ მინდა შევეხო, ეს მინდა გაგებით, მაგრამ აი 2010-იან წლებთან შედარებით საქართველოს ადგილი გლობალურ ეკონომიკაში დაახლოებით 50-დან 55 პოზიციით გამარჯვებს და იმის მიხედვით ჩვენ სავალუტო ფონდის მონაცემების სარგებლობთ მსოფლიო ბანკის თუ IMF-ის. ის როგორია ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს რომელიც ღია პრესაში მოეპოვება. ანუ ჩვენ ეკონომიკა თანდათანობით წინ მიდის და გვაქვს შანსი, რომ მოყოლს პერიოდში თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, სადღაც 2030 წლისთვის აი პირველ 50 თეორშიც დავიმკვიდროთ ადგილი. მაშინ როცა 126 ადგილზე ვიყავ სადღაც 2010-იან წლების დასაწყისში. ეს საკმაოდ პოზიტიურია. რაც შეეხება უკვე ითქვა უკრაინის ომის თაობაზე, მისი როლი და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, გარკვეული ტაქტიკური თვალსაზრისით პოზიტიური იყო იმ გაგებით, რომ ჭარბი ფულადი ნაკადები შემოვიდა საქართველოში და ამ გავლენა მოახდინა ეკონომიკის ზრდაზე. დაახლოებით ეს იყო 1.5%-იანი ზრდა. ეს ყველაზე კონსერვატორული შეფასებით. ზოგიერთ უფრო მეცაც ამბობს, მაგრამ ჩვენ ეკონომისტებს გვჩვევიათ, რომ ავიღოთ მინიმალური კონსერვატორული შეფასება, ვიდრე გადაჭარბები და აი ეგრეთ წოდებული შაპკაზაგიძაცლს თუ ესეთი. მაგრამ აი სხვა გამოგვივიდეს მის გამოჩა. ფასების დაზე პირიქით ნეგატიური. ხო, ну ფასების დაზე რა თქმა უნდა ნეგატიური იყო. და ეს 1.5%-იანი ზრდა გადამენგაშო დაახლოებით გამოდის ქვეყანაში 1.5 მილიარდი ლარის დამატებული პროდუქცია. ბიუჯეტში სადღაც 350-დან 400 მილიონ ლარამდე წელზე გადაანგარიშებით. და ეს რითვენ გაგზავნით ეფექტის მატარებელია არა მარტო 2022 წელს, არამედ შემდგომშიც მართალია ქრობადი ტენდენციით, მაგრამ მაინც რითვენ დადებითი მაჩვენებელი იყო და ეს 400 მილიონი ლარი ნიშნავს, რომ შევადაროთ. სადღაც 16-დან 18,000 ოჯახის წლიური შემოსავლის ეკვივალენტურია.
ანუ ერთ მხრივ, რა თქმა უნდა, ფასების ზრდა გამოიწვია განსაკუთრებით დაარტყა ჩვენ სტუდენტობას რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს, რომელთა ბინის დაქირავება, იჯარით აღება მოუწია და ეს ორჯერ გაძვირდა ბინის ქირა, მაგრამ მეორე მხრივ მთლიანობაში დადებითმა ეფექტმა გადაფარა ეს ნეგატიური მომენტი. და აი რა შენიშნება კიდევ ამ კრიზისის ფონზე. ჩვენ თანდათანობით ვიწყებთ უბრალოდ მონაწილეობთ უფრო აქტიურად შრომის საერთაშორისო დანაწილებაში უფრო აქტიური როლის შესრულებით. ეს არა მარტო ის ჩვენ ახლა საუბრობთ და ალბათ გექნება კიდევ საუბარი მეგობრებთან ერთად აი შუა დერეფნის თაობაზე, მაგრამ ეს არის ზოგადი ცნება, მაგრამ ის კონკრეტულ პროექტების რეალიზაციაში გამოიხატება. იგივე დაწყებული ანაკლიის პროექტი, თვით ქვეშეთი კობის გვირაბის მშენებლობა, რომელიც ხელში უწყობს სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობას ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულებით. ანუ საქართველოს ხდება არა მარტო დეკლარაციის, არამედ პრაქტიკულ დონეზე რეგიონალური სატრანსპორტო საკომუნიკაციო ჰაბის როლის აქტიური შემსრულებელი. და პრეტენზია უფრო მეტზე გვაქვს. გასულ წელს ოქტომბერში გახსოვთ შედგა საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით ფორუმი საქართველოში დაახლოებით 70-მდე სახელმწიფო მონაწილეობდა და იქ იყო ფინანსური ჰაბის როლის ფორმირებაზეც საქართველოზე და მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც გვაქვს გადადგმული. ამის დასტურია რამდენიმე დღის წინ ყაზახეთის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მზად არის თავისი ენერგორესურსების უფრო ვრცელი მოცულობითი ნაკადი გაიტანოს ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით. ამის დასტურია იგივე მიმართულებით აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის გაკეთებული განცხადება, ღრმაწყლოვანი, მაღალძაბვიანი ელექტროსადენის გაყვანა რეტყვიან შავი ზღვის ფსკერზე, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს. ანუ ეს პროექტები ცალ-ცალკე რა ვიყოთ, ემსახურება არა იმდენად აი ლოკალურად რა ვიყოთ საქართველოს მიმდინარე ინტერესებს, არამედ საქართველოს როლის ფუნქციების გაზრდას გლობალური მასშტაბით. ანუ საქართველო ხდება აქტიური მოთამაშე და რა ვიტყვიან საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტის რა ვიტყვიან როლის შენარჩუნების პირობებში სუფრო და ობიექტის შენარჩუნების პირობებში სუფრო აქტიურ როლს ასრულებს სუბიექტი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტის როლში. ამიტომ ამ მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია ორ ძირითად სექტორზე, რეალური სექტორი და მომსახურების სექტორი და ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ ორივე სექტორი საკმაოდ წარმატებულად ვითარდება დროის გარკვეული დროის პერიოდში ჩვენ რეალურ სექტორში საკმაოდ ჩამორჩენა ქონდა. მეცაც გეტყვით, აი ეკონომიკის დეინდუსტრიალიზაციის გამო აი 90-იან წლებში ჩვენთან მრეწველობის წილი ეკონომიკაში აი პოსტსაბჭოთა სივრცის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ ნაკლები იყო. 450,000 ადამიანი მუშაობდა მრეწველობაში ჩვენთან, აქ იქნებოდა ეკონომიკის დაახლოებით 40-45% და ეს ჩამოვიდა 16%-ზე. კიდევ უფრო ნაკლებიც იყო. და ვაჭრობამ და სხვა სახის მომსახურებამ გადააჭარბა. მოხდა დეინდუსტრიალიზაცია. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ახლა ვდგავართ ისეთი ამოცანის წინაშე, რომელსაც შეიძლება პირობითად თუ ხატოვნად უწოდოთ ეკონომიკის აი რეკონკისტა, ანუ ეკონომიკაში იმ ფუნდამენტური დარგების როლის აღდგენა და დაბრუნება, რომლებიც ქმნიან მეტ ჭარბ დამატებულ ღირებულებას. ну ერთეულ დასაქმებულზე და ამ დროის ერთეულში მეტი დამატებული ღირებულების შექმნას და ეს საერთაშორისო ურთიერთობა გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ჩვენ რო იყო ჩაკეტილი ეკონომიკა, პირობითად ახლა აბსოლუტურად ჩაკეტილი არ არის ჩრდილოეთ კორეაც კი. მაშინ ჩვენ ამ მიმართულებით წინ ვერ წავიწევდით და თუ გვინდა რომ უფრო მაღალი ტემპები გქონდეს, მაშინ ეს ურთიერთობები უნდა გაფართოვდეს. თავის დროზე სწორედ ამ ურთიერთობებმა უზრუნველყო სინგაპურის განვითარება, რომელიც თავის დროზე
გარიცხეს მალეზიის კავშირიდან როგორც ჩამორჩენილი და უპერსპექტივო ნათესავი მოიცილეს და დღეს პირველ ათეულში შედის ეკონომიკური განვითარების თავისი ადგილმდებარეობის გეოგრაფიული და ეკონომიკური პოლიტიკური სისტემის მიმზიდველობის ხარჯზე. მისი საგარეო ვაჭრობა ბრუნვის მოცულობა რამდენჯერმე აღემატება ამ ქვეყნის მეშეპეს. ესეთი ჩვენ სამმართველობით თანთონებით უფრო აქტიური როლი უნდა შევასრულოთ და ფიქრობთ მშვიდობის შენარჩუნებისა და გაწონასწორებული პოლიტიკის ხარჯზე შევძლოთ ამ მმართველობით სერიოზული წარმატების მიღწევას. ამიტომ ერთხელ მე მინდა ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს თემატიკას, რა თქმა უნდა ჩვენ ვიწერს ცხოვრება ყოფნა მღელვარე ეპოქაში ვოლატილობის რისკის 1000 გამოწვევების ფონზე, მაგრამ მაინც ჩვენ თუ შევძლოთ ამ წონასწორობისა და მდგრადობის შენარჩუნებას, ჩვენ საკმაოდ საინტერესო პერსპექტივები და მაღალ განვითარების შესაძლებლობების შანსი გვეძლება.